ბუტარო ბაქიძის მკვლობის საქმეს განიხილავს დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ წუთებში უსმენენ ია მეტრეველს. მანამდე კი კომისიის წევრებმა კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურას გადაუგზავნონ გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები. მიზეზი კომისიაზე გამოუცხადებლობა. თამუნე ციკლაური გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მისგან უფრო დეტალურად მოვისმენთ დღევანდელი სხდომის შესახებ. თამუნე გისმენთ. დიახ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ირაკლი ოქროაშვილის საქმეების შემდეგ ახლა მთავარ პროკურატურას დროებითი საგამოძიებო კომისია უგზავნის უკვე გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეებსაც. ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს იყვნენ გამოძახებული დროებით საგამოძიებო კომისიაზე, თუმცა როგორც თია წულუკიანმა განაცხადა სხდომის დაწყებისას, მათ უარი განაცხადეს ამ სხდომებში მონაწილეობაზე. ეს პოზიცია აქვთ საჯაროდაც გაცხადებული, სწორედ ამიტომაც მათ უკვე უყარეს კენჭი მათი საქმეების გადაგზავნაზე მთავარ პროკურატურაში, ხოლო რაც შეეხება გივი თარგამაძეს, გივი თარგამაძე ჯერ კიდევ წინა კვირას იყო დაბარებული დროებით საგამოძიებო კომისიაზე, თუმცა მაშინაც არ გამოცხადდა. ამის შემდეგ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მას ერთგვარად მისცა რამდენიმე დღიანი ვადა, 5 დღიანი ვადა იმისათვის, რომ მიეღოს საბოლოო გადაწყვეტილება კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ, თუმცა ეს ვადა დღეს ამოიწურა და შესაბამისად სამივე მათგანის საკითხზე სწორედ დღეს მოხდა კომისიის წევრების მხრიდან კენჭისყრის პროცესი და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღის ბოლომდე სამივე მათგანის შემთხვევაში საქმე უკვე გადაეცემა მთავარ პროკურატურას. სამდივნოს ვთხოვ, რომ დღის ბოლომდე სხდომის დასრულებამდე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეკრიბოს და დადგენილი წესით მოამზადოს მისი საქმე პროკურატურაში გადასაგზავნად. ჩვენ გვაქვს წინა კვირიდან დარჩენილი საკითხი, რომელიც ეხება გივი თარგამაძეს. ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, პირადად ჩაიბარა მან შეტყობინება და შემდეგ ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომისიაზე მოსვლას და 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული, ჩვენ ყველამ ერთად ნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით დასრულყოფილად არის დასრულებული და კომისიის წევრებს ვთავაზობ, რომ კენჭი უყაროთ გივი თარგამაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს, ვინ არის მომხრე. ასევე ჩვენ დღევანდელ სხდომაზე 11 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ როგორც სამდივნო გვატყობინებს ოფიციალურად მოიწერა სამდივნოს ოფიციალური არხებით საყვედური, რომ ვაწუხებთ მას, იმიტომ რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეც გადაეგზავნოს შემდგომი სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირებისათვის საქართველოს პროკურატურას, ვინ არის მომხრე. შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, ამ წუთებში ია მეტრეველს უსმენენ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები და ია მეტრეველი საუბრობს მისი შვილის ბუტარო ბაქიძის მკვლობის საქმესთან დაკავშირებით. ია მეტრეველმა დეტალურად გაიხსენა 2004 წლის ნოემბერი, მაშინ თუ როგორ განვითარდა პროცესები, როგორ მოხდა ახალგაზრდების დაკავება, გაჩერება ჯერ პირველ ეტაპზე საპატრულო პოლიციის, შემდეგ როგორ მოხდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან გასროლა, რასაც მოყვა ბუტარო ბაქიძის გარდაცვალება და ამის შემდეგ უკვე როგორ ჩაერთო მისი თქმით ამ ყველაფერში მთელი სისტემა, ვინაიდან როგორც ია მეტრეველი ამბობს, მაშინ იყო ბრძანება სწორედ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რომ არ უნდა შელახულიყო საპატრულის იმიჯი. შესაბამისად მოხდა ის, რომ ბუტარო ბაქიძეს მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს ჩაუდეს იარაღი და უკვე დეტალურად გაიხსენა აი ამ საქმის დეტალები ია მეტრეველმა. უნდა ითქვას ისიც, რომ ვიდრე ამ საქმის უშუალოდ განხილვაზე გადავიდოდნენ დროებით
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თია წულუკიანმა ასევე ისაუბრა ზოგადად იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ამის დასადასტურებლად კომისიის ხდომაზე აჩვენეს მოკლე ვიდეოც, სადაც ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ის ფრაზა, სადაც ის ამბობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა უნდა აირჩიონ, მათ შორის წვრილმან ხულიგნობასთან მიმართებაშიც და თავის მხრივ ვანო მერაბიშვილი პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ ხელით კი არა უკანკალდეთ, როდესაც საკითხი ეხება მსგავსი პოლიტიკის გატარებას. ისაც იარაღი გამოსაყენებელი, იარაღი უნდა იქნეს გამოყენებული. ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. Klienat უნდა გაუქმდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობითი საჯელი, ყველა ციხეში. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველა არავითარ შემთხვევაში არ შეკიტობდნენ ხელი. ასე გადაივსო ქართული საპატიმროები პატიმრებით და ჩვენ მივიღეთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დაახლოებით 25,000 პატიმარი იხდიდა სასჯელს ქართულ ციხეებში. ქალბატონო ია, მოგესალმებით. ჩვენ სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა. ხელი უქნია საზოგადოებას, თითი უქნია და თქვა, რომ ყველა უნდა ყოფილიყო ციხეში და მოვისმინეთ ასევე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ვანო მერაბიშვილის ასევე მაღალი ტრიბუნიდან დავალება პოლიციელებისადმი, როგორც მისი გამონათქვამი იყო, მაშინ გახსოვთ თქვენ ყველაზე კარგად, ხელი არ აგიტოქტედო ასეთი ბრძანება გასცა. მე მარტო ბუტას ჭირის უფალი არა ვარ აქ მოსული, აქ ვარ მე როგორც ბატონი იურა ვაზაგაშვილის და ირინა ენუქიძის ასევე ჭირის უფალი სანდროსიც და ზურასიც, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან სწორედ იმ ხელისუფლების ხელით. დავიწყებ ამ ჩემ ტრაგედიის ამბავს. ეს იყო სწორედ იმ დღეს, როდესაც სააკაშვილის მოსვლის, ახალი ხელისუფლების მოსვლის წლისთავი იყო, ეს იყო 23 ნოემბერი, გიორგობის დღე 2004 წელი. რასაც ზეიმობდა სააკაშვილი, დიდი გრანდიოზული ზეიმი ჰქონდათ მოწყობილი ამ გიორგობის დღეს, რადგან მათი მოსვლის წლისთავი იყო. მოხდა ის, რომ გააჩერეს ეს ბავშვები, ეტყობა ბევრნი იჯდნენ, 6 ბიჭი იყო და ამ მანქანაში რომ ეს 6 ბავშვი იჯდა, რაღაცა მოეჩვენათ, გაძლიერებული დაცვა იყო, რადგან წლისთავს ზეიმობდნენ. და არ ვიცი ახლა რატო, გააჩერეს უბრალოდ და სხვათა შორის ამ პატრულთან ჩვეულებრივი საუბარი მიდიოდა, რომ გააჩერეს, ბუტა მიულოცა გიორგობა, ეს მინდა აღვნიშნო და უცებ რომელიღაცა პატრული, რომელიც მანქანაში იჯდა, რაღაცა მოეჩვენა, მანქანაში ყველა ბავშვი არ იყო გადმოსული მანქანიდან და იქ რაღაცა კასეტებს თუ რაღაცას ათვალიერებდა ბავშვი და რაღაცა მოეჩვენა, უცებ არც კი გაუგია მათი საუბარი, გამოიძახა დამხმარე პატრული. მოვარდა უცებ დამხმარე პატრულები, ამრავი, უცებ ატყდა იქ ამბავი, ჩქარა დაწექით, რომ დაუწყეს ამ ბავშვებს ძირს დაყრა და ცემა, რომ ბუტა გაკვირებული, რომ რა დავაშავეთო, რას გვერჩითო, დაწექიო, რომ უყვიროდე და ბუტამ ხელება აწეულმა ბავშვმა, რომ აწიეთ ხელები, მანქანაზე დააწყობინეს ესე და მე ხელება აწეული იყო ბუტა და დაწექიო და ხო ვწვევიო, რატომ აგინებო ბუტას უთქვამს და ამ მომენტში მოხდა გასროლა. უკვე რომ ბავშვი დავარდა იმის მაგივრად რომ აეტეხათ ამბავი და მიეხედათ ბავშვისთვის, უკვე აღარ იცოდნენ რა ეკნათ, აფორიაქდნენ, დაიბნენ, დაუწყეს ამ ბავშვებს რტყმევა. ერთ პოლიციელს გაუვარდა ბაშგვარად ბაშალეიშვილს და თქვენი ვაჟი, რომელიც იმ დროს იყო 19 წლის, დაეცა. ამიტომ ატყდა ჩოჩქოლი, რომ თვითონ პატრულის თანამშრომლებით დაიბნენ, ვინაიდან იქ არ იყო დაგეგმილი იმ მომენტში, ასე ვთქვათ, გასროლა. ხო, არა, გასროლა არ იყო, მაგრამ ესენი მივარდნენ უკვე რომ ატარებდნენ სპეცოპერაციას. სპეცოპერაციას ატარებდნენ, მაგრამ იმ წუთში ასე გადამიზნებულად ალბათ არ იყო დაგეგმილი გასროლა. იმის მაგივრად, რომ პირველი რეაქცია იყოს მისი გადარჩენა. ირთვება მთელი სახელმწიფო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარი
ბატონი გურამ დონაძე და მაშინდელი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი დრამატურგი და მარჯვენა ხელი მიდის შემთხვევის ადგილას, მას მანქანაში ყავს როგორც თქვენ ბრძანეთ ოპერატორი და იწყებენ დაგეგმვას რა მოიფიქრონ. არა იმისთვის რომ ახალგაზრდა გადაარჩინონ, რა მოიფიქრონ იმისთვის რომ რაღაც მიზანს მიაღწიონ. რა იყო ეს მიზანი? სასტრაფო ბავშვები რო ყვინოდნენ რომ სასტრაფო არ გამოუძახიათ სასტრაფო. მერე გამოიძახეს. თუმცა ჯერ კიდევ იარაღი არ ქონდათ მოტანილი, სასტრაფო უფრო მალე მივიდა და სხვათა შორის სასტრაფომაც დაადასტურა, რომ იქ იარაღი არ ყოფილა, როდესაც სასტრაფო მივიდა. იქიდან იყო ბრძანება, თქვენ რომ დასაწყისში თქვით, ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და ეს იყო 162 ბიჭი დახვრიტეს ასე და მოკლეს ქუჩაში უდანაშაულოდ. სწორედ იმიტომ რომ ყოფილიყო შიშით ემართათ ქვეყანა, ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და გააგრძელა სწორედ ასე ამის შემდეგ და დაიწყეს აი ამ შიშით ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს და ეს იყო ოქრუაშვილი ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი ოქრუაშვილი და იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს. ეს იყო მათი ნაბრძანები და ამის მერე იყო უკვე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში და იქ მოზიდეს ვაკის პოლიციიდან უამრავი იარაღი ამაში ჩართეს უკვე მთელი სისტემა და ამუშავდა და დაგვიპირისპირდა ამ ბავშვებს. მიიტანეს უამრავი იარაღი, ერთ-ერთი იარაღს ეხაც მახსოვს კარგად ავტომატს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ქონდა და მისი იყო ეს იარაღი. ეს მოწმეთაც გამოდგა შემდეგ ეს პიროვნება ესე მახსოვს და მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული ლიმონკები და არსენალი იყო მთელი, რომლებიც დაულაგეს ამ ბავშვებს, ბუტას დაუდეს ავტომატი და შემდეგ ამბობდნენ და მიქაძე იქვე ჩაწერეს, იქვე მისცა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად, ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით და განსაკუთრებით მიქაძეს, რომელმაც ვინ იყო ამ დროს მიქაძე რო აღხსნათ? საპატრულოს უფროსი იყო მიქაძე ქალაქის და მიქაძემ უთხრა, რომ მოკლედ ესეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტა მიისროლა, ორჯერ ესროლა ბუტას ავტომატიდან ბუტამ ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა. ამ დროისთვისაც დროებით საგამოძიებო კომისიასთან იმყოფება იამეტრეველი და ის საუბრობს სწორედ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ დღესვე დროებით საგამოძიებო კომისიას ამავე საქმეზე გამოძახებული ყავს გადაცემა პატრულის ჟურნალისტი, თანამშრომელი გოჩა მუკბანიანი, რომელიც 2004 წელს თავად იყო აი ამ პროცესის შემსწრე და მას არაერთხელ აქვს მიცემული ჩვენებები გამოძიების ეტაპზე, სადაც გოჩა მუკბანიანი იხსენებდა, რომ პირველად, როდესაც ისინი ის და მისი ოპერატორი იმყოფებოდნენ ადგილზე, იქ არავითარი იარაღი არ იყო, თუმცა უკვე მას შემდეგ, რაც დაიწყო საქმეში ჩაერთო გურამ დონაძე, გაჩნდეს სხვა ადამიანები, ამის შემდეგ მათ კიდევ ერთხელ გადააღებინეს, მის ოპერატორს კიდევ ერთხელ გადააღებინეს ტერიტორია, სადაც უკვე ახალ მასალაში გაჩნდა ეს იარაღები. ნახოთ, საინტერესოა უკვე ამჯერად გოჩა მუკბანიანი რას ეტყვის დროებით საგამოძიებო კომისიას, აქვე გეტყვით, რომ გარდა ბუტა რობაქიძის საქმისა დღესვე დროებით საგამოძიებო კომისიას იმშელებს საქმეზე, რომელიც ცნობილია ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის სახელით. მადლობა თამუნე ციკლაური პარლამენტიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.